ნატო ჩაერთო კრიზისის ცენტრში და გამოავლინა სერიოზული მოძრაობა შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების გარშემო. ბრიუსელში გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ნათლად განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიერ მიღწეულმა შეთანხმებამ ჰორმუზის სრუტეზე დაპირისპირებაში ახალი ეტაპი გახსნა. რუტემ შეთანხმება წარმოადგინა როგორც რეალური შანსი, რომ ირანს არ მისცეს ბირთვული იარაღისკენ სვლა და შეამციროს მისი ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობები. სწორედ აქ იკვეთება მთავარი საკითხი. ნატო პირდაპირ ოპერაციის ხელმძღვანელობას არ იღებს საკუთარ თავზე, მაგრამ ადასტურებს, რომ ბევრი მოკავშირე მზად არის მხარი დაუჭიროს. ინიციატივა, რომელსაც საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობენ, 40-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეობით, ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. პრაქტიკაში ტრამპმა მიაღწია იმას, რასაც ეძებდა, და ახლა ევროპელებმა უნდა აჩვენონ თავიანთი შესაძლებლობები, წარმოადგინონ რესურსები და დაეხმარონ იმ შეთანხმების შენარჩუნებაში, რაც შეთანხმდა და რაც გახმაურდა. როგორ ჩაერთო ამაში 40-ზე მეტი ქვეყანა. ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. რუტემეს განცხადება ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ ბრიუსელში გააკეთა და ირანის თემა უკვე პირველივე წუთებში წამოჭრა. მან განაცხადა, რომ ტრამპისა და თეირანს შორის დადებული შეთანხმება ყველას უსაფრთხოებას აუმჯობესებს, რადგან ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ ირანს ბირთვული იარაღის მიღება შეუშალოთ. მან ასევე აღიარა, რომ თეთრმა სახმა შეძლო რთული მოლაპარაკებების წარმართვა. თავად ნატო ამ შეთანხმებას უკავშირებს ირანის ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების შემცირების აუცილებლობას, რაც ყოველთვის თეირანთან დაძაბულობის ცენტრში იყო. ჰორმუზის სრუტე გადამწყვეტი ნაწილი გახდა ამ ცვლილების. რუტემ თქვა, რომ ამ მარშრუტზე თავისუფალი გადაადგილების აღდგენა უზარმაზარი წინსვლა იქნება. ეს უმნიშვნელო განცხადება არ არის. ჰორმუზი არის დერეფანი, სადაც გადის გემები, ნავთობი, გაზი, სტრატეგიული ტვირთები და საერთაშორისო ფასების სტაბილურობის ნაწილი. ამიტომ ნაოსნობის თავისუფლება ოპერაციის გულად იქცა. ყველაზე ძლიერი განცხადება მაშინ გაკეთდა, როდესაც რუტემ დაადასტურა, რომ საფრანგეთი და კიუცი და გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობენ ძალისხმევას საზღვაო უსაფრთხოების აღდგენის მხარდასაჭერად. ნატო აკვირდება, ისმენს, მონაწილეობს პოლიტიკურ გარემოში, მაგრამ ის არ არის ის, ვინც მისიას ხელმძღვანელობს. ლიდერობა ფრანგებსა და ბრიტანელებს დარჩათ მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერით. რუტეს თქმით, უკვე 40-ზე მეტი ერი მონაწილეობს ამ საუბარში, რათა უზრუნველყონ, რომ ნავიგაციის თავისუფლება აღდგეს. ეს აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმებამ თეირანზე კონკრეტული საერთაშორისო ზეწოლა მოახდინა. ოპერაციას აქვს ტექნიკური ასპექტი, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნაღმების გაუნებელყოფას. რუტემ ახსნა, რომ სრუტეში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ნაღმების არსებობაა და საჭიროა ტექნოლოგია, რათა გაიწმინდოს და დაცული იყოს ეს გზა. აქ ევროპა გავს იმას, რასაც თავად შეერთებული შტატები არ სურს. იგივე პროპორციით ყავს ევროპელ მოკავშირეები. მათ აქვთ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ნაღმების გაწმენდაში, რადარში და სხვა ტექნოლოგიებში, რომლებიც აუცილებელია კომერციული გემებისთვის ნდობის დასაბრუნებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპმა გახსნა პოლიტიკური გზა და ახლა მოკავშირეები მოწოდებულნი არიან რეალური რესურსები ზღვაში განათავსონ. საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკვე ამ მიმართულებით ემზადებოდნენ. რუტეს გამოსვლამდე აპრილში ამ ორმა მთავრობამ ათეულობით ქვეყანა შეკრიბა ჰორმუზის გახსნის საკითხის განსახილველად და მხარი დაუჭირეს მკაცრად თავდაცვით მრავალეროვნულ მისიას. ნულ მისიას წინადადება იყო სავაჭრო გემების დაცვა, კომერციული ოპერატორების დამშვიდება და ნაღმების გაწმენდის ოპერაციების ჩატარება, როცა პირობები ამის საშუალებას მისცემდა. სტრუქტურა უკვე იქმნებოდა და ეხლა კიდევ უფრო ძლიერდება ტრამპის შეთანხმებითა და ნატოს საჯარო დადასტურებით. ბრიტანეთის მთავრობამ ასევე გამართა სამხედრო დაგეგმვის კონფერენცია ნორთვუდში, ლონდონის ჩრდილოეთით, სადაც 30-ზე მეტი ქვეყნის დამგეგმავები მონაწილეობდნენ. მიზანი იყო დიპლომატიური კონსენსუსის სამხედრო გეგმად გადაქცევა. ეს მოიცავს სარდლობას, კონტროლს, შესაძლებლობებს, ძალების გაგზავნას და პარტნიორებთან კოორდინაციას. ლოგიკა მარტივია. საკმარისი არ არის ირანმა უბრალოდ თქვას, რომ გადასასვლელი გაიხსნება. აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს, რომ გემებმა შეძლონ უსაფრთხოდ გადაკვეთა ნაღმის საფრთხის გარეშე, დაშინების გარეშე და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე, რომელიც საზღვაო კონტროლის სახითაა შენიღბული. G7 ის შეუერთდა ამ ზეწოლას. უმსხვილესი ეკონომიკების ლიდერებმა დადებითად მიიღეს შეთანხმება, მაგრამ კაფიოდ აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებამ უნდა განიხილოს ირანის მხრიდან არსებული საფრთხეები რეგიონში. ამასთან ერთად მოთხოვნები ეხება ბირთვულ პროგრამას, თეირანის მოქმედებებს მოკავშირე ჯგუფების მეშვეობით და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ეს ირანის რეჟიმს არასასიამოვნო მდგომარეობაში აყენებს.
ის ცდილობს წინააღმდეგობა წარმოაჩინოს, მაგრამ ხედავს, რომ დასავლეთის მთავარი ქვეყნები აგრძელებენ ცენტრალურ საკითხზე შეთანხმებას. დონალდ ტრამპმა ეს გზავნილი კიდევ უფრო გაამყარა, როდესაც G7-ის დასრულებისას განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა უკვე გაიზარდა ზავის გამოცხადების შემდეგ. მან ასევე მკაფიოდ დატოვა მუქარა. თუ ირანი დაარღვევს შეთანხმებას, შეერთებულმა შტატებმა შეიძლება სამხედრო მოქმედებები განაახლოს. ეს განცხადება აჩვენებს ტრამპის მოლაპარაკებების ლოგიკას. ეს არ არის ბრმანდობა თეირანის მიმართ. ეს არის შეთანხმება ზეწოლით, გახსნა მეთვალყურეობით, ზავი გაფრთხილებით. ირანს ეძლევა შანსი გამოვიდეს კუთხიდან, მაგრამ მას არ აძლევენ სრულ თავისუფლებას, რომ ძველ თამაშს დაუბრუნდეს. როიტერსმა დააფიქსირა, რომ მემორანდუმი მოიცავს ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობის სრულად აღდგენას, ირანის პორტებზე ამერიკული ბლოკადის შეჩერებას, საერთაშორისო სანქციების მოხსნას, გარკვეულ პირობებში. მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი საკითხი. მოლაპარაკება ჯერ კიდევ უნდა გადაიქცეს სავალდებულო შეთანხმებად და მხარეებს შეუძლიათ უკან დაიხიონ, სანამ ეს არ დაიხურება. ეს დეტალი აჩვენებს, რატომ არის საზღვაო კოალიცია ასეთი მნიშვნელოვანი. ზღვის უსაფრთხოება არ შეიძლება მხოლოდ თეირანის დაპირებაზე იყოს დამოკიდებული. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებას, რაც მუდმივი ზავის შესაძლებლობას ქმნის. თუმცა სიტუაცია კვლავ მყიფეა. საერთაშორისო სიახლეებიც კი აჩვენებს, რომ ლიბანში დაძაბულობაა. არსებობს შეშფოთება ჰეზბოლას გამო, ისრაელის ზეწოლა და მოკავშირეების უნდობლობა. ნატო არა, მას არ სურს ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელად გამოჩნდეს, მაგრამ თამაშიდანაც არ გამოთიშულა. ხუთი მკაფიოდ აღნიშნა, რომ ალიანსი ყველაფერს აკვირდება და ბევრი მოკავშირე მზადაა მხარი დაუჭიროს. ის თავს არიდებს მისიის ნატოს ოფიციალურ ოპერაციად გადაქცევას, მაგრამ ინარჩუნებს ალიანსის პოლიტიკურ წონას საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და პარტნიორების უკან. თეირანისთვის ეს გზავნილი მძიმეა. ეს მხოლოდ ორმხრივი დაპირისპირება არ იქნება შეერთებულ შტატებთან. იქნება ქვეყნების ქსელი, რომელიც დააკვირდება და მხარს დაუჭერს ერების თავისუფლებას. ჰუსიტების რეაქცია ასევე აჩვენებს ცვლილებას თავად ალიანსის შიგნით. რამდენიმე თვის განმავლობაში ტრამპი მოითხოვდა ევროპელებისგან, რომ მეტი გაეკეთებინათ საკუთარი უსაფრთხოებისთვის და იმ კრიზისებთან გასამკლავებლად, რომლებიც გლობალურ ვაჭრობაზე მოქმედებს. ეხლა ჰორმუზის წინაშე საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები. ევროპა სთავაზობს ნაღმების გაუნებელყოფას, რადარს, საზღვაო ტექნოლოგიას და დაგეგმვას. თეთრი სახლი კი სტრატეგიულ ზეწოლას ახორციელებს. ნატო უზრუნველყოფს მხარდაჭერას, შედეგად დიპლომატიური და ოპერაციული ალყა ეწყობა ირანის რეჟიმის მიერ სრუტის იარაღად გამოყენებას. ირანი კარგავს პოზიციებს, როდესაც დებატი ნარატივიდან პრაქტიკულ კონტროლზე გადადის. თეირანი შეიძლება შეეცადოს თქვას, რომ წინააღმდეგობა გაუწია, რომ თანაბარ პირობებში აწარმოებდა მოლაპარაკებებს, ან რომ თავისი სუვერენიტეტი შეინარჩუნა. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ამერიკული ზეწოლის შემდეგ რეჟიმი აღმოჩნდა გარშემორტმული G7-ის, ნატოს, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და ფართო კოალიციის მიერ, რომელსაც სურს, რომ გემები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ჰორმუზის სრუტე ირანის ექსკლუზიურ ბერკეტად აღარ ითვლება და მას საერთაშორისო გასასვლელად განიხილავენ. რომელიც უნდა ფუნქციონირებდეს მუქარის, პოლიტიკური გადასახდელისა და სამხედრო შანტაჟის გარეშე. ხუსის განცხადება ამყარებს მოსაზრებას, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება მთელი დასავლეთისთვის გამოცდად იქცა. ნატომ გაამჟრავნა, რომ მოკავშირეები უკვე მოქმედებენ ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. ევროპა ტექნიკურ შესაძლებლობას სთავაზობს, დიდი შვიდეული კი მხარდაჭერას აძლევს და ჰორმუზი ხდება ის წერტილი, სადაც ირანის დაპირება შეფასდება. ფაქტობრივად ეს არის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად აწვება ირანის რეჟიმს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვე ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო ჩვენს საზოგადოებაში. Wilson Alvesi